თქვენ რომ ყოფილიყავით მთავრობის კაცი, რომელსაც ამ პროექტიდან ბევრი ფულის მოპარვა უნდა, შეძლებდით ამას? პასუხი არის დიახ, შეძლებდით. თქვენ შეძლებდით ამ პროექტიდან 1-2 მილიარდი დოლარი მოგეპარათ. უფრო 2 მილიარდი. ამ პროექტის სტრუქტურაში არაფერია ისეთი, რაც ამას ხელს შეუშლიდა. აგიხსნით, როგორ იქნებოდა ეს შესაძლებელი. ორი გზა არსებობს. პირველი, თავად პროექტის სტრუქტურაა. მიწას უფასოდ ვაძლევთ. სანაცვლოდ ვიღებთ წილს კერძო კომპანიაში. მეორე, ეს არის საარბიტრაჟო შეთანხმებები, რომლებიც ხელშეკრულებაში გასაიდუმლოებულია. თუ პროექტი გაუქმდება, საქართველოს კაცმა არ იცის, რამდენი ფულის გადახდა მოუწევს. ასობით 1000 მილიონის, დანამდვილებით, შეიძლება მილიარდისაც კი. არავინ იცის, ფული სად წავა, სადმე ოფშორში. ასე რომ, თუ 2 მილიარდის მოპარვა გინდათ, ეს ორი გზა არსებობს. დავაკონკრეტოთ. აი ვამბობთ, 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. შვენიერია. მოიზიდეთ ეს 6 მილიარდი. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მოიტანეთ, ბანკებიდან, ინვესტორებიდან თუ ფულის გათეთრებით. მნიშვნელობა არ აქვს. იშოვეთ ეს 6 მილიარდი. პროექტის რეალური ღირებულება შეიძლება იყოს, ვთქვათ, 3 მილიარდი. თუ გვაქვს მილიონი კვადრატული მეტრი და ყოველი მეტრის აშენება ღირს 3000 დოლარი, ნამდვილი ფასი იქნება 3 მილიარდი. მაგრამ ერთი წუთით მოითმინეთ. თუ 3 მილიარდად ვაშენებ, 6 მილიარდი რაში მჭირდება? ქაღალდზე ეწეროს, რომ ღირს 6 მილიარდი. აშენებულ ქონებასაც 6-ად გავყიდი. შედეგად, კომპანიის მოგება, სადაც სახელმწიფოს აქვს 33%-იანი წილი, იქნება 0. და რას მიიღებს სახელმწიფო? 33%-ს 0-დან. ასე რომ, მიწის სანაცვლოდ, რომლის ღირებულება 2 მილიარდია, სახელმწიფო მიიღებს 0-ს. ფული სად წავა? სამშენებლო კომპანიებში. ხოლო ვინ აკონტროლებს სამშენებლო კომპანიებს? გაუგებარი გრძელი სახელწოდების მქონე კომპანია, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ვინ დგას ამის უკან? კაცმა არ იცის. შეძლებთ ამას? რა თქმა უნდა, კი. ვთქვათ, სტანდარტული სამშენებლო ფასი არის 3000 დოლარი კვადრატულზე. მაგრამ თქვენ ამბობთ, ჩვენ მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებით ვაშენებთ და მეტი მიჯდება. 6000 დოლარი კვადრატულზე. შეეკამათები? ვერ შეეკამათები. მაშინ მთელი მოგება დარჩება სამშენებლო კომპანიებს და იმ მოპარულ 3 მილიარდს სახელმწიფო ვერასდროს ნახავს. მოქალაქეებიც ვერასდროს ნახავენ. იქნება ოფშორში, სამშენებლო კომპანიების მფლობელობაში. არ ვამტკიცებ, რომ აუცილებლად ასე მოხდება. ვკითხულობ, რატომ არ მოხდება? მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი ბერკეტი ამას რომ ხელი შეუშალონ. თუ სახელმწიფო ხარ, შენი 2 მილიარდი დოლარის მიწა კერძო კომპანიის წილში კი არ უნდა ჩადო, უნდა გაყიდო და უნდა გაყიდო აუქციონზე. ახლა თუ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ თეორიული დაშვებაა, რა მოხდა სერბეთში? მე ვიცნობ სერბეთის შემთხვევას. იქაურ მთავრობაზე ვმუშაობდი. 2014 წელს იგლ ჰილსმა ბელგრადის ცენტრში გადაწყვიტა მშენებლობა 100 ჰექტარ საუკეთესო მიწაზე. იქაც იგივე გარიგება იყო. მიწა უფასოდ მისცა სახელმწიფომ და 31%-იან წილში შევიდა. დამატებით სახელმწიფომ გადაიხადა 300 მილიონი მიწის გასაწმენდად და ყველაფრის მოსაშორებლად, რაც მშენებლობას ხელს უშლიდა. 10 წელი გავიდა. ის მიწა ახლა 1-2 მილიარდი დოლარი ღირს. ყველაფერი აშენებული და გაყიდულია. როგორ ფიქრობთ, რამდენი მიიღო სერბეთის სახელმწიფომ დივიდენდებიდან? 10 მილიონი დოლარი. ეს იგივე ინვესტორია, იგივე კომპანია, იგივე სტრუქტურა. 2 მილიარდიანი მიწის სანაცვლოდ სერბეთის სახელმწიფომ მიიღო მხოლოდ 10 მილიონი დოლარი 10 წლის შემდეგ.
და ახლა მეუბნებით, რომ ეს საქართველოში ვერ მოხდება? შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ შეიძლება მოხდეს. მეორე საკითხი. საიდუმლო პირობები. ყველა ასეთ შეთანხმებას აქვს საარბიტრაჟო მუხლი. თუ გარიგება გაუქმდება, საქმე გადადის საერთაშორისო არბიტრაჟში, შვეიცარიაში ან სხვაგან და შეიძლება საქართველომ გადაიხადოს უზარმაზარი თანხა. ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი გამოცდილება. ნამახვანის შემთხვევაში გადავიხადეთ 400 მილიონი, ინტერ რაოსთვის კიდევ 150 მილიონი. ორივე საიდუმლო შეთანხმება იყო. ამ პროექტსაც აუცილებლად ექნება საარბიტრაჟო მუხლი და არავინ იცის გაუქმების შემთხვევაში რამდენს გადავიხდით. ალბათ მილიარდამდე. და ის ფული სად წავა? ისევ გაუგება ოფშორულ კომპანიაში, რომელიც სადღაც კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ვინ იცის, ვინ ფლობს იმ კომპანიას? ასე რომ, ეს არის კლასიკური სცენარი, ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული დარჩები. თუ პროექტი შესრულდა, მოიპარავ 2 მილიარდს. თუ ჩავარდა, მაინც მოიპარავ მილიარდს. შეგვიძლია გალურჯებამდე ვიკამათოთ, კარგია თუ არა ეს პროექტი, რას უქადის ეკოლოგიას და ასე შემდეგ, მაგრამ კამათს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ ეს ორი საკითხი გასწორდება. პირველი, შეიცვლება პროექტის სტრუქტურა და მეორე, ღიად იტყვიან, რა გველოდება არბიტრაჟში. თუ ამას არ გააკეთებენ, მიზეზი არ გვაქვს ასეთ გარიგებაში ვინმესი გვჯეროდეს. თავრობის კი არა, იესო ქრისტესი თუ გინდა. ეს პირდაპირ გამზადებული პროექტია ფულის მოსაპარად.